მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად ვართ, რომ ჩავუღრმავდეთ ზაზა ცოტნიაშვილის სალექციო კურს კონფლიქტების გაშუქება. დიახ, და კონკრეტულად მის განახლებულ ვერსიას, 2026 წლის გამოცემის სახელმძღვანელოს. ზუსტად. ჩვენ პირველ თავს განვიხილავთ დღეს, ვნახოთ, რა წერია თანამედროვე კონფლიქტების ლოგიკაზე, მედიაში მათ წარმოჩენაზე, განსაკუთრებით ამ ჩვენს ციფრულ ეპოქაში. მართლაც საინტერესოა. წარმოიდგინეთ, ხო, 21 საუკუნე, სამყარო თითქოს პატარა, ფრენები, ზარები, ყველაფერი ადვილია, ვიდრე თქვათ, შუა მე-20 საუკუნეში. კი, ტექნოლოგიურად ნამდვილად დაპატარავდა. მაგრამ ამავე დროს ეს კონფლიქტები, რასაც ვხედავთ, აშკარად უფრო რთული გახდა, ბევრად კომპლექსური. დიახ, და ეს სირთულე, იცით, ციფრებითაც ჩანს. აი, სახელმძღვანელოშიც წერია, რომ ცივი ომის მერე, ანუ 99 წლიდან 21 საუკუნის დასაწყისამდე, კი. მსოფლიოს 72 წერტილში 111 შეიარაღებული კონფლიქტი ყოფილა. და რაც მთავარია, იცით, უმეტესობა აღარ იყო კლასიკური ომი, აი, სახელმწიფოებს შორის. ანუ შიდა კონფლიქტები უფრო. დიახ, ძირითადად შიდა სახელმწიფოებრივი, ხშირად ეთნიკური, სამოქალაქო დაპირისპირებები. ეს რომ იცი, უკვე ხვდები, რატომ ამ მნიშვნელოვანი მედიისთვისაც და ჩვენთვისაც, როგორც მკითხველისთვის, მსმენელისთვის, ამის სიღრმისეული გააზრება. სწორედ ამიტომ მოდით დღეს ამ პირველი თავიდან მთავარი იდეები ამოვკრიფოთ. რა ტიპებია კონფლიქტების დღეს, რა როლი აქვს ციფრულ მედიას, როგორ გვიყალიბებს მედია აზრს კონფლიქტზე. და ამას ვნახავთ კონკრეტული მაგალითების, ანუ кейსების მიხედვით, ხომ? რაც წიგნშია მოყვანილი. დიახ, ზუსტად. მზად ხართ? მაშინ დავიწყოთ. დავიწყოთ. მაშასე, პირველივე საკითხი კონფლიქტების ტიპოლოგია. ვთქვით, რომ ძველი დაყოფა, აი, სახელმწიფოს წინააღმდეგ, უკვე საკმარისი აღარაა. ნამდვილად აღარ ასახავს რეალობას. რა ძირითად ტიპებს გამოყოფს ავტორი დღეს? აქ საინტერესო კლასიფიკაციაა, რადგან დღევანდელი კონფლიქტები უმეტესად შიდა სახელმწიფოებრივია, ხო? დიახ. პირველი, რასაც გამოყოფს, ეს არის ეთნიკური კონფლიქტები. ანუ დაპირისპირება ჯგუფებს შორის, იქნება ეს ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი ნიშნით. მისესი ხშირად ავტონომია ან დამოუკიდებლობა, ალბათ. ხშირად კი. და შედეგები. ვიცით რა შეიძლება იყოს: სამოქალაქო ომი, წმენდა, ტერორიზმი, ლტოლვილები. აი, სახელმწიფოში რუანდის და ბოსნიის მაგალითებია მოყვანილი, კატასტროფული შედეგებით. კი, მძიმე მაგალითებია. ეს თითქოს ნაცნობი ტიპია ბოლო 10 წლეულრებიდან. კიდევ. მეორე ტიპი სამოქალაქო ომები. აქ უკვე ესე იგი ცენტრალური ხელისუფლება ებრძვის ორგანიზებულ ჯგუფებს ქვეყნის შიგნით. რისთვის იბრძვიან? ძალაუფლებისთვის? შეიძლება ძალაუფლებისთვის, შეიძლება იდეოლოგიისთვის, ან რეგიონის გამოყოფისთვის, ანუ სეცესიისთვის. და აქ ხშირად ერთვებიან გარე ძალებიც, სხვა ქვეყნები. რაც ართულებს სიტუაციას, რა თქმა უნდა. კი, და კონფლიქტს საერთაშორისო განზომილებას აძლევს. აი, სირია კლასიკურ მაგალითად მოყვანილი. შიდა დაპირისპირება როგორ გადაიზარდა დიდ პროქსი ომში, სადაც რუსეთი, ირანი, თურქეთი, ამერიკა ყველა ჩაერია. დიახ, მანდ მართლაც ბევრი ინტერესი გადაიკვეთა. საზღვარი იშლება შიდასა და გარეშ შორის. მესამე ტიპი? მესამე, შედარებით ახალი ფენომენი ახალი თაობის, ანუ ჰიბრიდული ომები. აი, ეს ტერმინი ხშირად გვესმის. რას ნიშნავს? ნიშნავს, რომ ყველაფერი არეულია. კლასიკური ბრძოლა, პარტიზანული ტაქტიკა, ტერორიზმი, კრიმინალი და ძალიან მნიშვნელოვანი საინფორმაციო ომი, ფსიქოლოგიური ზეწოლა. აქტორებიც შერეულია. სახელმწიფოებიც და არასახელმწიფო ჯგუფებიც. ზუსტად. და მიზანიც ხშირად არა ტერიტორიის დაპყრობაა პირდაპირ, არამედ საზოგადოების მორალურად გატეხვა, დესტაბილიზაცია, ქაოსის შექმნა. მაგალითად, რუსეთის ომი უკრაინაში. ფიზიკურ შეტევებს სულ თან ახლავს დეზინფორმაცია, კიბერშეტევები. ეს არის ჰიბრიდული ომის კლასიკა, როგორც სახელმძღვანელო აღნიშნავს. გასაგებია. ეს ჰიბრიდულობა მართლა საკვანძოა დღეს. და მეოთხე ტიპი, რომლის მნიშვნელობაც სულ იზრდება, არის კონფლიქტები არასახელმწიფო აქტორების მონაწილეობით. ანუ ტერორისტული ორგანიზაციები და მსგავსი.
კი, ტრანსნაციონალური ტერორისტული ჯგუფები, როგორიც იყო ალ-კაიდა ან ისლამური სახელმწიფო, ასევე შეიარაღებული დაჯგუფებები, კერძო სამხედრო კომპანიები, ზოგჯერ კორპორაციებიც კი ან ორგანიზებული დანაშაული. და მათ შეუძლიათ სახელმწიფოს დაუპირისპირდნენ. დიახ, შეუძლიათ აკონტროლონ ტერიტორიები, კონდეთ რესურსები, იდეოლოგია. აი ტექსტში ხაზგასმულია, როგორ იყენებენ ტერორისტები მედიას და ინტერნეტს, თავისი გზავნილების გასავრცელებლად, ხალხის დასაშინებლად. ანუ თუ შევაჯამებთ, სურათი ძალიან შეიცვალა, აღარ არის ეს მარტივი დაყოფა. აღარ არის. აქტორებიც ბევრია, მეთოდებიც ტანკიდან დაწყებული, fake news-ი დამთავრებული. ზუსტად. და ჟურნალისტისთვის ან ჩვენთვის, როგორც ინფორმაციის მომხმარებლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია გავარჩიოთ, რა ტიპის კონფლიქტია. ხო მართალია. აუცილებლად. თუ არ გესმის ტიპი, ვერც მიზეზებს ჩაცდები ბოლომდე, ვერც იმას როგორ უნდა გააშუქო ან შეაფასო მოვლენები ობიექტურად. ეს ტიპოლოგია გვეხმარება დავინახოთ, რომ საქმე ბევრად რთულადაა, ვიდრე უბრალოდ ბრძოლის ხაზიდან რეპორტაჟი. კი ბატონო, აი აქ ლოგიკურად გადავდივართ შემდეგ დიდ თემაზე, ციფრული სამყაროს როლზე. ინტერნეტი, სოციალური მედია, სმარტფონები. როგორ შეცვალა ამ ყველაფერმა კონფლიქტი და მისი გაშუქება? ეს ხო რევოლუციაა ფაქტობრივად? ნამდვილად რევოლუცია, იმიტომ რომ თუ ადრე ინფორმაციას მეტნაკლებად სახელმწიფო და ტრადიციული მედია აკონტროლებდა, ფილტრავდა ერთგვარად. ხო, დღეს კომუნიკაცია პრაქტიკულად უკონტროლოა და ამან ახალი ფენომენები წარმოშვა. პირველი და ყველაზე თვალშისაცემი საინფორმაციო ომი და დეზინფორმაცია. კი, ეს ტერმინი სულ გვესმის. ბრძოლა კიბერსივრცეშიც მიდის. მიზანი რა არის? საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება, მტრის დისკრედიტაცია, საკუთარი ქმედებების გამართლება. დაბნეულობის შექმნა. დიახ, დაბნეულობის და უნდობლობის დათესვა. ამისთვის იყენებენ ტროლებს, პროპაგანდისტულ საიტებს, სოცქსელებს. აი, ისევ უკრაინის ომის მაგალითი. ზელენსკი გაიქცა, ბიოლაბორატორიები, ეს ყველაფერი ამ ომის ნაწილია. სამწუხაროდ ნაცნობი რეალობა. კიდევ რა მოიტანა ციფრულმა ერამ კონფლიქტების კონტექსტში? მეორე კიბერშეტევები. ესეც ჰიბრიდული ომის ნაწილია. შეტევა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ენერგეტიკა, ბანკები, მთავრობის საიტები. დიახ. ამან შეიძლება პირდაპირ სამხედრო დარტყმის ტოლფასი ზიანი მიაყენოს ქვეყანას, გამოიწვიოს პანიკა, ეკონომიკური კოლაფსი. ისე რომ ერთი ტყვიაც არ გავარდნილა. ანუ ომი შეიძლება უხილავიც იყოს. უხილავიც და პარადოქსულად უფრო ხილულიც. აი, მესამე ფენომენი. მოქალაქე ჟურნალისტიკა და OSINT. OSINT, ანუ ღია წყაროებიდან დაზვერვა. დიახ. Open Source Intelligence. დღეს ყველას აქვს smartphone. ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია გადაიღოს და მომენტალურად გაავრცელოს კადრები კონფლიქტის ზონიდან. ეს მნიშვნელოვანია. ძალიან. ხშირად ეს არის პირველწყარო. ეხმარება დანაშაულების დოკუმენტირებას, მაგრამ არის რისკებიც. სანდოობა, მანიპულაცია. ზუსტად. გადამოწმება ძალიან ძნელია. ამავე დროს OSINT, ანუ სატელიტური ფოტოების, სოცქსელების მონაცემების ანალიზი მძლავრი იარაღი გახდა. აი ბელინკეთ არის ნახსენები, რომელმაც ბუჩის ან AMH17 საქმეებში ითამაშა როლი. საინტერესოა, როგორ ქმნის ტექნოლოგია ერთდროულად შესაძლებლობებსაც და საფრთხეებსაც და კიდევ ერთი რამ ახსენეთ. ხო, მეოთხე, კონფლიქტის ლაივსტრიმი, სოციალური ქსელებით ომი, ტერაქტები, ძალადობა. თითქმის პირდაპირ ეთერში ვრცელდება. ეს ქმნის სიახლოვის ეფექტს ალბათ. კი, თითქოს შენც იქ ხარ. მაგრამ როგორც ავტორები წერენ, ამას შეიძლება გამოიწვიოს მგრძნობელობის დაქვეითება, დესენსიბილიზაცია. ანუ ვეღარ აღვიქვამთ სიმძაფრეს? დიახ, როცა სულ შაშინელ კადრებს ხედავ, ეჩვევი. პლუს უმძიმესი ეთიკური კითხვები ჩნდება, რა უნდა აჩვენო, რა არა, როგორ დაიცვა მსხვერპლის ღირსება. მართლაც რთული ბალანსია. ესე იგი, ციფრულმა ერამ შეცვალა, როგორ იბრძვიან და ისიც როგორ ვხედავთ ამ ბრძოლას. და აქ უკვე თავად მედიაზე გადავდივართ. რა გავლენა იქონია ამ ყველაფერმა მედია ეკოსისტემაზე? ეს არის შემდეგი ნაწილი, ხო? დიახ, ეს ცვლილებები პირდაპირ დაეტყო მედიის მუშაობას. სახელმძღვანელო რამდენიმე მთავარ ტენდენციას გამოყოფს. პირველი, ტრადიციული მედიის კარიბჭის მცველის, ანუ gatekeeping-ის როლის შესუსტება. ანუ ფილტრის შესუსტება. კი,
ადრე რედაქციები წყვეტდნენ რა გავიდოდა და რა არა. ამოცმებდნენ. დღეს სოცქსელებით, მესენჯერებით ინფორმაცია უკონტროლოდ იღრევა და ამან კარი გაუღო დეზინფორმაციას. არიფჩე თითქმის მოშლილია. გარკვეულწილად. მეორე პრობლემა დაკავშირებული საინფორმაციო ბუშტები და ეკოკამერები. ეს როცა სულ ერთნაირ აზრებს ისმენ. ზუსტად. სოცმედიის ალგორითმები გვაწდიან იმას, რაც ისედაც მოგწონს და რისიც გვჯერა. შედეგად ვიკეტებით ჩვენს ბუშტში და ვეღარ ვხედავთ სხვა აზრს. რაც კონფლიქტის დროს პოლარიზაციას აღრმავებს, ალბათ. რა თქმა უნდა, აძლიერებს ჩვენ და ისინი დაპირისპირებას, კლავს კრიტიკულ აზროვნებას. მესამე ტენდენცია. მესამე ემოციების პრიორიტეტულობა. ციფრულ მედიაში წარმატება იზომება კლიქებით, ლაიქებით. ყურადღების მიქცევით. ხო, და რა იქცევს ყურადღებას? ძლიერი ემოცია, შოკი, ბრაზი, შიში. ამიტომ კონფლიქტის გაშუქებისას ხშირად სიღრმისეული ანალიზი იჩრდილება სენსაციური ემოციური მასალით. ანალიზის ნაცვლად ემოციური მანიპულაცია. შეიძლება ასეც ითქვას და ბოლოს არის წმინდა პრაქტიკული ეკონომიკური წნეხი. ფული. დიახ, ტრადიციულ მედიას უჭირს, შემოსავლები მცირდება, ამიტომ რედაქციები ამცირებენ რესურსებს, ნაკლები ჟურნალისტი, ნაკლები ფული მივლინებაზე, უსაფრთხოებაზე, ფაქტების გადამოწმებაზე. რაც განსაკუთრებით ვრტკივმეულია კონფლიქტის ზონაში მუშაობისთვის. ზუსტად. ეს სფერო დიდ რესურსს მოითხოვს. შედეგად, მედია ხშირად ხდება დამოკიდებული ოფიციალურ წყაროებზე, ან სულად სოცქსელებიდან აღებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე. უბრალოდ სხვა გზა არჩება ხოლმე. გასაგებია. ანუ ბევრი ინფორმაციაა, მაგრამ ხარისხიანი და გადამოწმებული ცოტაა და თან ძვირია მისი შექმნა. კარგი, ეს თეორიული ნაწილი გასაგებია. ახლა ვნახოთ პრაქტიკაში როგორ მუშაობს. ანუ კონკრეტული кейსები, რომლებიც წიგნშია. კი ბატონო. პირველი кейსი ქართულ ოსურ კონფლიქტს ეხება. აქ ავტორი, ზაზა ცოტნიაშვილი, თავის კვლევებზე დაყრდნობით აჩვენებს, როგორ ხდებოდა ისტორიით მანიპულირება. ორივე მხრიდან. დიახ. ერთი მხრივ რუსული და ოსური მედია წერდა ქართულ ფაშიზმზე, გენოციდზე, ისტორიულ ჩაგვრაზე. მეორე მხრივ ქართული მედია ამახულებდა ყურადღებას ტერიტორიულ მთლიანობაზე, ოსების ჩამოსახლების ისტორიის თავისებურ ინტერპრეტაციაზე, ავტონომიის ხელოვნურობაზე. ანუ ნარატივების ბრძოლა იყო. კლასიკური მაგალითი, თუმცა ერთ საინტერესო დეტალიცაა ნახსენები. რა? იყო მცდელობები მედია დიალოგისთვის გამოიყენებინათ. ქართველი და ოსი ჟურნალისტების შეხვედრები, ეს აჩვენებს, რომ მედია შეიძლება ხიდიც იყოს, არა მხოლოდ იარაღი. ეს კარგია. შემდეგი кейსი უკრაინის ომი. აქ უკვე საინფორმაციო ომის მასშტაბებია უპრეცედენტო. რუსული პროპაგანდა ქმნის ალტერნატიულ რეალობას, სპეცოპერაცია, დენაციფიკაცია, ფეიკები, ბუჩაჯაკე ბიოლაბორატორიებზე. კი ვიცით. უკრაინა კი თავის მხრივ ძალიან ეფექტურად იყენებს სტრატეგიულ კომუნიკაციებს სოცმედიას საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებისთვის. ზელენსკის მიმართვები, ვირუსული ვიდეოები. და მოქალაქე ჟურნალისტიკა და OSINT აქაც აქტიურია. ძალიან. რუსული ქმედებების დოკუმენტირება, სიყალბეების მხილება, ეს ყველაფერი ხდება. მესამე кейსი. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი. 10 წლეულების ისტორია. რა არის აქ მთავარი? აქ მთავარი აქცენტი სახელმძღვანელოს მიხედვით არის გაშუქების ჩარჩო, ანუ ფრეიმინგი, როგორ წარმოაჩენ ამბავს. როგორ შეფუთავ ერთგვარად? დიახ. ორი ძირითადი ჩარჩოა. ერთი ტერორიზმის წინააღმდეგ ომი, ფოკუსი ისრაელის უსაფრთხოებაზე, ხამასის თავდასხმებზე, თავდაცვის უფლებაზე. და მეორე. მეორე ოკუპაცია და ანტიკოლონიური ბრძოლა. აქცენტი პალესტინელთა უფლებებზე, ოკუპაციაზე, დასახლებებზე, აპარტეიდის ელემენტებზე. და ტერმინებით მნიშვნელოვანია, ხომ? უმნიშვნელოვანესი. სადავო ტერიტორია თუ ოკუპირებული, ტერორისტი თუ მებრძოლი, უსაფრთხოების ღობე თუ აპარტეიდის კედელი. ყოველი სიტყვა პოლიტიკური არჩევანია. სიტყვები როგორც იარაღი. და ბოლო кейსი სირია. სირია უკიდურესად რთული გაშუქებელი კონფლიქტი. პირველი პრობლემა ფიზიკური წდომა. ძალიან სახიფათოა ჟურნალისტისთვის. ამიტომ მედია ხშირად დამოკიდებულებულია ადგილობრივებზე, სტრინგერებზე ან სოცქსელებზე. რომელთა გადამოწმებაც რთულია. ზუსტად. მეორე პრობლემა მრავალმხრივი პროპაგანდა. ასადი, ოპოზიცია, ISIS, ქურდები, რუსეთი, ირანი, თურქეთი, აშეს. ყველა თავის ნარატივს აწვება. და ამას ემატება მოქალაქეების მიერ გავრცელებული ქაოსური ინფორმაცია. კი.
მესამე პრობლემა – ინფორმაციული ხაოსი. არის უმნიშვნელოვანესი მასალები, მაგალითად ქიმიური არაღის გამოყენებაზე, მაგრამ პარალელურად ვრცელდება უამრავი ფეიკი, დადგმული ვიდეო, კომპიუტერული თამაშის კადრებიც კი გაასაღეს რეალურ ბრძოლად. ამ პირობებში სიმართლის გარკვევა თითქმის შეუძლებელია. ძალიან რთულია. სირია თითქოს აერთიანებს ყველა იმ გამოწვევას, რაზეც ვისაუბრეთ. დიახ, ამ кейსების გარდა სახელმძღვანელოში ერთი ჟურნალისტის, ქრის ჰეჯესის მაგალითია განხილული. პულიძერის პრემიის ლაურეატის. რატომ ის? ქრის ჰეჯესის მიდგომა, განსაკუთრებით მის წიგნში ომი როგორც ძალა, რომელიც აზრს გმატებს, გამორჩეულია იმით, რომ ის ფოკუსირდება ომის ადამიანურ ფასზე. არა გეოპოლიტიკაზე, არამედ ადამიანებზე. დიახ, რიგითი ადამიანების ტანჯვაზე, ფსიქოლოგიურ ტრაუმაზე, ომის გამომწვევ ღრმა მიზეზებზე, სიღარიბე, უსამართლობა, ის ძალიან კრიტიკულია პროპაგანდის და მედიის კლიშეების მიმართ. მისი რეპორტაჟები ემპათიურია, ესე იგი. კი, და ცდილობს დაანახოს ომის სისასტიკე და აბსურდულობა. თუმცა, როგორც მახსოვს, კრიტიკაც არის ნახსენები მის მიმართ. არის კი. სახელმძღვანელო აღნიშნავს, რომ მისი ტონი ზოგჯერ შეიძლება ზედმეტად პესიმისტურად და დოგმატურად ჩანდეს. ომი წარმოჩენილია როგორც რაღაც გარდაუვალი დამანგრეველი ძალა. და აკლია პოზიტივი. გამოსავლის ძიება. კრიტიკოსების აზრით შეიძლება აკლდეს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობის შენებლობის მაგალითები, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ჟურნალისტიკა შეუძლია გამოსავლის ძიების პროცესიც ასახოს. ბალანსის საკითხია და კონკრეტული ვიდეოც იყო ნახსენები. დიახ, Chris Hedges, The War on Iraq 20 years later. აქ ჰეჯესი აანალიზებს მედიის როლს ერაკის ომის გაშუქებაში. როგორ გახდა მისი აზრით მედია პროპაგანდის ნაწილი. ხაზს უსვამს სიმართლის თქმის მნიშვნელობას, თუნდაც ეს არაპოპულარული იყოს. გასაგებია, ძალიან საინტერესო მიმოხილვა გამოვიდა. მოდით შევაჯამოთ. ზაზა ცოტნიაშვილის ამ განახლებული კურსის პირველი თავი გვიჩვენებს. კონფლიქტები გართულდა, გახდა ჰიბრიდული. ციფრულმა მედიამ ყველაფერი შეცვალა. ბრძოლის წესებიც და აღქმაც. შექმნა ახალი საფრთხეები, დეზინფორმაცია, манипуляცია. ეთიკური რეპორტინგი სულ უფრო რთულდება. და ის თუ რა ჩარჩოში გვაცდიან ინფორმაციას, ანუ ფრეიმინგი, უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენზე. და ამის გააზრება ვფიქრობ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჟურნალისტებისთვის, არამედ ყველასთვის. დიახ, ჩვენ ხომ ამ ინფორმაციის მომხმარებლები ვართ ყოველდღე. ამ მექანიზმების ცოდნა გვეხმარება ვიყოთ უფრო კრიტიკულები. და აი, აქედან გამომდინარე მინდა ჩვენს მსმენელს დაუტოვო ერთი კითხვა დასაფიქრებლად. იმის გათვალისწინებით რა ადვილად ხდება манипуლირება, როგორ გვიბიძგებენ ალგორითმები ექოკამერებისკენ, რა შეიძლება გააკეთოთ თქვენ პირადად, რომ უფრო კრიტიკულად შეაფასოთ ინფორმაცია კონფლიქტებზე. როგორ შეიძლება თავი აარიდოთ ამ საინფორმაციო ბუშტებს? განსაკუთრებით მაშინ, როცა ემოციები მძაფრდება. როგორ შეინარჩუნოთ ფართო ხედვა? საინტერესო კითხვაა ნამდვილად. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით ამ მასალის განხილვისას.